ბელგრადში სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ასობით სტუდენტმა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმაურიანი აქცია გამართა. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი პირობაზდებს, რომ შეასრულებს მათ ყველა მოთხოვნას. სერბეთში სტუდენტების ბრაზი ალექსანდარ ვუჩიჩის მიერ სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულმა ბრალდებებმა გამოიწვია. მისი თქმით, სტუდენტები დასავლეთიდან ფინანსდებიან მთავრობის დამხობის მიზნით. სერბეთის მასშტაბით 40-ზე მეტ ფაკულტეტზე სწავლა დროებით შეჩერებულია. ჩვენ აქ იმ მოთხოვნების გამო ვართ, რომლებიც სტუდენტებმა უკვე წარმოადგინეს. არ გვინდა რომ ხალხმა ქუჩაში გვცემოს, სანამ ჩვენ ვიცავთ სამოქალაქო უფლებებსა და გამოვხატავთ აზრს. არ გვსურს რეპრესიები, როდესაც გამოვდივართ, არ გვინდა იმაზე ვინერვიულოთ, რომ სახურავი ჩამოინგრევა ან რამე მსგავსი და დავიხოცებით. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ტელევიზია ობიექტურად უნდა აშუქებდეს მოვლენებს. ის უნდა იყოს ყველა მოქალაქის და არა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფთა ხმა. ალექსანდარ ვუჩიჩმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნოვი სადის რკინიგზის შენობის განახლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საჯარო გახდება, როგორც ამას სტუდენტები ითხოვენ. ნოემბრის დასაწყისში სერბეთის ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. სერბეთის მოქალაქეები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევა უხარისხო მშენებლობის ბრალია. მართველი კოალიცია ბრალდებებს უარყოფს. სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ. ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.